არ მეშინია, იმიტომ რომ ერთი რო ქუთაისელი ვარ. მერე და მეორე რომ არ მაინტერესებს დღეს თბილისობა და ყველა თბილისელს სულოცავ თბილისობას. არ მაინტერესებს პატრულის თანამშრომელი იქნება თუ ვინმე იქნება არანაირად. დღეს უნდა გვეპატიოს ყველას ეპატიება. ხო. წინ ჩვენ ხო ლუც არ ავსავთ. სხვა დღეებში მიუღებელი ხა. ქუჩაში და დღევანდელ დღეს აუცილებელია რომ დღევანდელ დღეს ხელმა ქალაქელმა ხალხმა უნდა იზეიმოს და უნდა დავლიო. ყველა თბილისელს მომულოცავ დღევანდელ დღეს. უნდა იყოს განსაზღვრული ალბათ ასაკის გათვალისწინებით. ეხლა ჩვენ ისეთი იმას აქში ვართ, რომ დარდიმანდი ხალხი ვართ, სიამოვნებს. ეს ხო წელიწადში ერთხელ ხდება. ქართველ ხალხს მაგას ვერ უგზავნებენ, ხან სახში დალებს, ხან კარში დალებს, ხან სხვაგან. მე მაგალითად არ ვემორჩილები მაგალითად. მაგის 50 ლარი და 150 ლარი არ მაინტერესებს. სადაც გამისწორდება იქ დავლენ. შაღაბას ქართველების გადაშენება უნდა ღვინით. უნდა ეჩეხა ვაზი და გადაეშენებინა ქართველი ხალხი და როგორ შეიძლება რომ დღესდღეობით საქართველოში აკრძალული იყოს ქუჩაში დალევა. საქართველოს გავუმარჯვოთ თბილისობა ხო დღეს? და გამონაკლისი ხო შეიძლება გაკეთდეს თბილისობასთან დაკავშირებით. ეს სხვა დღეებში იყო ჯარიმები რაღაცები, მაგრამ ეს თბილისობა უჭის ულხის ხას ყველას უნდა რომ აღნიშნოს ეს თბილისობა და რაღაც ლამაზი დღესასწაულია და ვის მოვა და დაგვაჯარიმებს იმასაც ღვინოს ავალევინებთ. კანონი არ აღჭრის დღეს. დღეს არ აღჭრის კანონი. დღეს ისეთი დღე არის რომ ვინმე არ შეიძლება რომ აუგზავნოს ვინმეს დალევა. თბილისობა ბოლოს და ბოლოს ჩვენი დედაქალაქია რა. აპრობლემა უნდა იყოს ქუჩაში დალევა.